გუდაური ახალი სეზონისთვის ემზადება მსოფლიოში საბაგირო გზების დაპროექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სფეროში ლიდერი ფირმის ავსტრიული დოპელმაიერის წარმომადგენლები გუდაურში რამდენიმე დღის მანძილზე დარჩებიან და საბაგიროების გეგმიურ ინსპექციას ჩაატარებენ. აღნიშნული შემოწმება გუდაურის განვითარების ფონდის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. მსოფლიოს მასშტაბით ეს ჩვეული მოვლენაა და ის ტრადიციულად ყოველი სეზონის ბოლოს ტარდება. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გამოსწორდება ყველა მათგანი იმისთვის, რომ ახალ 2013 წლის სეზონს კურორტი სრულ მზადყოფანაში შეხვდეს. ამავე მიზნით ივნისის თვეში საქართველოში კიდევ ერთი ფირმის პომას წარმომადგენლებსაც ცელიან, რომლებიც ამჯერად ახალი გონდოლას გეგმიურ ინსპექტირებას მოახდენენ. ვახორციელებთ გუდაურში არსებული საბაგიროების მონიტორინგს, უსაფრთხოების სისტემების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. ახლა ჩვენთან არიან ჩვენი კოლეგები დოპელმაიერიდან. მიმდინარეობს ყველა დოპელმაიერის საბაგიროს უსაფრთხოების სისტემის შემოწმება. აქ ავსტრიიდან ჩამოვედი, რადგან აქ მოქმედი საბაგიროების სისტემის მონიტორინგს ვახორციელებთ. დღეში დაახლოებით 16 საათიანი მუშაობა გვიწევს, რათა ყველა დეტალი დაწვრილებით შევამოწმოთ. მომწონს ეს პროცესი, რომლის დროსაც ერთმანეთის მოსმენა იციან და აზრსაც ითვალისწინებენ. ვფიქრობ, ჩვენი და ადგილობრივების ერთობლივი ძალისხმევით ნოემბრის ბოლოსთვის ყველა საბაგირო მზადყოფნაში იქნება. მოგვიხდა რამდენიმე დეტალის შესწორება. ამჟამად მეორე საბაგიროსთან ვართ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს საბაგირო მომავალი სეზონისთვის უკვე მზად არის. ერთ თვეში აქ ისევ ჩამოვალთ და დანარჩენ ორ საბაგიროზეც ანალოგიურ სამუშაოებს ჩავატარებთ.